დროა გადავიდეთ სტუმარზე და ძალიან საინტერესო სტუმარი გვინდა მოვიწვიოთ სტუდიაში. როგორც ადამიანი ძალიან საინტერესო და როგორც რა პროფესიასაც მისდევს ხო საინტერესო და საინტერესო. კი ბატონო და წელიწადის ნებისმიერ დროს, ნებისმიერ თვეს, ნებისმიერ დღეს და ნებისმიერ რიცხვში საინტერესო სტუმარია. მეცაც გეტყვი საათში, წუთში, წამში. კი ბატონო. და შეიძლება მიხვდით, მაგრამ ვინც ვერ მიხვდით, მათთვის ჩვენი სტუმარი ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი. ძალიან მიხარია ჩვენ გარემოზე. როგორც დადებითი. ამანათე, ზებომანათო, გემუდარები. ეცნოთ ხო სიმღერა? კი, როგორ არა. რაც ქვეყანაზე ვარსკვლავები ანათებს ყველას, აი მეტი რა მოგიძღნან ბიჭები. ესე იგი, სულ მეგონა ეს სიმღერა თქვენი დაწერილი იყო ბატონო მიხეილ. მადლობა დიდი. ყველას. ძალიან დიდი მადლობა რომ თითქმის ჩვენ ფერებში ხართ გადაწყვეტილი. ანუ გამიხარდა რომ ჩვენს გადაცემას თვალყურს ადევნებთ. კი. თუ პოლიტიკური ფერებია? არა, არავით არის პოლიტიკური, ეს არის სიყვარულის ფერები. თქვენ შემოგეძლო. და ბატონო მიხეილ, ესე იგი, დიდი მადლობა პირველ რიგში რომ გამონახეთ დრო და ვესტუმრეთ. ნელ-ნელა წელი უახლოვდება დასასრულს რა. მაინც გიცნობ უკვე მრავალი წელია. მოდი ასე თქვა და რავი, შევაბერდით მე მგონი ერთმანეთს. მარტა შედარებით ისე დაიწყეთ რომ მეგონა რომ იმდენი წელია გიცნობ რომ ვარსკვლავების მიხედვით როგორ გიდგია პირში სულიო. ვარსკვლავებზე მე იგვექნება მაგას საუბარი. და რატო გაგვიხარდა 1-2 მეთქი თქვენი მოწვევა წელი უახლოვდება დასასრულს და ახალ წელს იქნება თქვენზე ტაციაობა. არა აქ, არა ჩვენთან და ჩვენ დავასწარით ყველას. ჩვენიერი გადასარევი. ჩვენ შევხვედრივართ სუფრასთან ერთმანეთს და მინდა ვთქვა, ისე ჩემებურად გაკვირდებოდით რომ არი პარავთ არც ერთ ჭიქას კარგად მიირთმევთ. ნუ ახლა გააჩნია საზოგადოებას, გააჩნია ღვინოს, გააჩნია სიტუაციას, ხო? და რა მაინტერესებს, ეცე ნასვამზე უფრო კარგად ხედავთ, იქ რა ხდება თუ ხიზებზე. ნასვამზე უფრო კარგად მესმის რაღაცები, იქედან ჰარმონიული ჰანგები. ოდის, კი, არის ეს ტრადიციული კითხვა, მე ახლა ჩვენი ზოდიაქოებს რა ელოდება და რაღაც თქვენ რა ზოდიაქოს ნიშანი გაქვთ? მე ვარ კურო ზოდიაქო. ყველაზე საუკეთესო თავისთვის დაუტოვებია. კი ბატონო. რატო ფიქრობ, მასე რო კურო ყველაზე კარგია? რა ვიცი, აბა. არა, მე თუ გინდა მე დაგიხასიათებ. ყველას აქვს თავისი სასწაულად კარგი თვისებები. ნუ ახლა მე მაგალითად თუ არც მეკითხებია, რომელი ზოდიაქო გინდა რო იყო. ყოველთვის ვეუბნები, მე ავიღებდი თითოეულისგან ყველაზე კარგს. აი ამის ნაზავი იქნებოდა ყველაზე კარგი ზოდიაქო. კი ბატონო, ეს ახლა ძალიან ისეთი პროფესიული პასუხი. რუსთავი 2-ზე მუშაობთ, 2-ში დიდი შუადღის გადაცემა. შუადღის გადაცემა ხუთშაბათობით, კი. ხუთშაბათობით. იყო შაბათ-კვირას, ახლა გადმოვედით ხუთშაბათს. რა სიტყვით ახლა ეს ვარსკვლავებმა განაპირობა ჩვენი გადაცემაც რომ ხუთშაბათს გადით და შევერთით სატელევიზიო ბადეში ესე ჩაჯდა თუ როგორ იყო ეს? პატა, საერთოდ მე ბევრს ურჩევ. რაღაც მნიშვნელოვანი პროექტია ხელშეკრულება მოლაპარაკება ხუთშაბათს. რატო? ხუთშაბათს ყველა ცაცითაო დღეს კვირის განმავლობაში თავისი მართველი პლანეტა ყავს. ხუთშაბათს მართავს გამარჯვების მართველი პლანეტა იუპიტერი. ყველაზე კარგი დღეა კვირის განმავლობაში. თან ხუთშაბათი თევზის დღეა. აბარა. თან ხუთშაბათი თევზის დღეა ჩემო ნიკოლოზ ბიჭება იციან ეს ზეპირად და შეგენაცვალე ძალიან. კაი ხელშეკრულებას რომ მოვაწევ ხელს, კაი თევზი. კიდე რა მინდოდა მეკითხა, ესე იგი იუმორისთვის ახლა ჩვენი პროფესია იუმორია და იუმორისთვის ხელსაყრელი ნუ ახ თავისთავად ყველაფრისთვის არა, ალბათ ამისთვისაც არის, ხო? მაგრამ შეიძლება მოვიდეთ მაგალითად ხო დღეს ვერ ჩავწერ მე, არ არის დღეს კარგი. ხო. დღე და ანუ ხუთშაბათი კარგია? ჩვენიერია ყველაფრისთვის. ამ დროს უნდა გაიგო მე რო თქვა ის რომ დღეს ვერ ჩავწერ გადაცემას ხელსაყრელი დღე არის ვარსკვლავები ასე ვითხრეს ამ დროს უნდა იკითხო გენერალური დირექტორის ვარსკვლავი გადაგარტყავს თავში რა მე სამდრო ზართული ასტროლოგია ზავ რა უნდა ქართული არა უშავს თავარია ის საოცარი ნიჭი რომელიც თქვენ გიბოძat უფალმა რასაც ქვია იუმორი ყველას იუმორი არა აქვს
დამიჯერეთ თქვენ ეს იცით კარგად. აი ეს და არის კიდე იუმორი ბალაგანური და არის იუმორი დახვეწილი. დახვეწილი იუმორი ყველაზე რთულია მათ შორის გასაგებად. აი ამას განსაკუთრებულად ვაფასებ თქვენში. შემოგარგება. ასე რომ მადლობა თქვენ იმისთვის რომ იუმორით ამხიარულებთ საზოგადოებას, იმიტომ რომ ამ რთულ ვითარებაში ეს იუმორი არის რეალურად წამალი ადამიანისთვის. რომ სიცილი არის ელიქსირი სიცოცხლისა, ხო? კი ბატონო. ეს თქვენი დამსახურება. მადლობა ამისთვის. დიდი მადლობა. გაიხარეთ. მიხეილ ბატონო, რა მაინტერესებს ახლა ერთი საჩვენო ჩვენი პირადული მინდა დაგისვათ. ანუ რა როგორ ეწყობენ სისხლი რო გამიშრო, მან თქვენგან ხელმარჯვენი როზის როგორ ეწყობიან ერთმანეთს მერწყული და ტყუპები. აჰა. რა საინტერესო კითხვაა, კაცო და მე მეგონა რომ პრობლემა საერთოდ არ აქვს თქვენ როგორც ესეთი. იმიტომ რომ მერწყული და ტყუპები ორივე განეკუთვნება ჰაერისტიკიას, მონათესავე სულის ადამიანები არიან, ბევრი საერთო თვისებები გაქვთ. ამიტომ ორივეს გიყვართ თავისუფლება, ორივე არის უმაღლესი ლოგიკური აზროვნების მატარებელი, ტვინი გაქვთ არნახულად ძლიერი სხარტი და სწრაფი. თქვენთან საჭირო ორივესთან მოკლე ლაკონური საუბარი, იმიტომ რომ დიდხანს ვერ მოусმენთ ადამიანს, სწრაფად ხარშავს თქვენი ტვინი, და ამიტომ გიყვართ ლაკონური საუბარი, გაქვთ უმაღლესი ლოგიკური აზროვნება და ორივე დაახლოებით 5 წლით თქვენი გონებით უსწრებთ ზოგად საკაცობრიო განვითარებას. ამიტომ რასაც თქვენ დღეს ფიქრობთ, დანარჩენები გაიგებენ 5 წლის მერე. ამიტომ ხართ ცოტა წინ. შესაბამისად, შემოკარგება ურთიერთობა უნდა გქონდეთ გადასარევი, ერთ-ერთი უბრალოდ შენ როგორც მერწყულმა გაითვალისწინე რა. რომ ტყუპებში არის ორი ადამიანი. ხთი, ორი ტყუპია. დილის და საღამოს. ერთს უნდა ერთი, მეორეს უნდა საწინააღმდეგო. ის 1 საათი კახელი როდის არის? დილის საათებში თუ საღამოს საათებში თუ ეს ჩემ ბიჭებს ვკითხო. აი შენ თვითონ გასაზრე, როდესაც შენ გადახვალ რაღაც პირდაპირობაზე, სიჯუტეზე, აი მომენტში უკვე კახური ვარიანტი გაქვს. როგორც კი გადახვალ ცოტა სირბილეზე, მე რა უკვე სხვა ვარიანტი. აი ეს მომეწონა ფრაზა რომ 5 წლით რო ვუსწრებთ. ესე იგი ორივე ერთად გამოდის 10 წლით ვუსწრებთ. დაახლოებით. და მაინტერესებს ჩემი სიდიდრე თუა ტელევიზორთან. მე მგონი არის. მაგრამ ეს ბოლოს პატარა სიჯუტეზე და რაღაცები, რაც ბძანა მიხეილ ბატონო, ეს მოუჭრათ და ამით ჩვენი გადაცემა დამთავრებულია. აი ესეთი საუკეთესო. მიხეილ ბატონო, ხვალ გვაქვს ფეხბურთი რა. კი. ვეთამაშებით და როგორი დღე არის, რომ ვიცოდეთ მაინც. ხო, ნაკრებს აქვს საკმაოდ კარგი დღე. მე ვთვლი რომ ნაკრები, 90% მაინც მოგების ძალიან მაღალი შანსი გვაქვს. ვერ ვიტყვი აბსოლუტურად როგორ იქნება. ამიტომ ნათრომ ხილველი არა ვარ, მაგრამ შანსები გვაქვს არნახულად მაღალი. იმიტომ რომ ნაკრებს აქვს ახლა უზარმაზარი პოტენციალი, დღეც კარგია, რაც თავარია მათთვის. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ მოგილოცავთ კიდევ გამარჯვებას ნაკრებს. ბატონო მიხეილ, თუ ყოფილა თქვენი ამ ცხოვრების მანძილზე ესეთი უცნაური ან ზარები შეხვედრა. კიდე ერთი ისტორია კახელებთან შეგვიძლია გითხრათ. ო, კახელებზე საინტერესოა. მოდი ერთი რამე გითხრათ, შემოკარგო. პატა მე სხვათა შორის მცი რა რადგან ვარ კახელების სიძე მიხდება ხოლმე ესე ხშირად სიარული კახეთში ადრე ნაკლებად მე უფრო მეტად და ერთი საოცარი რამ აღმოვაჩინე არ ვიცოდი ეს მართლა ხა კახელების იუმორზე ბევრი რამ ქონია გაგონილი და მოსმენილი ხო მაგრამ იცი რა სიბრძნე ეს კიდე სხვა თემაა გესმის აი ეს სიბრძნე ახლა მე შენ გეტყვი უცებ და მიხვდები რა ისეთი კარგი რაღაცები გავიგე, როცა არის იუმორი სიბრძნესთან, ეს არის სასწაული და კახელებს ისეთი კარგი ბრძნული რაღაცები აქვს, რომ ჩემთვის ეს როგორც ალკე აღმოჩენა რა. ხო და აი ეხლა გეტყვი რა სიტუაცია. ვარ ერთ-ერთ ოჯახში მიპატიჟებული კახეთში, კარგი სუფრა, გოჭები, შემწვარი, ქანთელი ამბავი აქვს, კაი ღვინო, კაი საზოგადოება, სიმღერა, ყველაფერი, ხო? და ეხლა წინ მიდევს ეს შემწვარი გოჭი. ესმის და გემრიელი. ხო და მე მიყვარს ერთ სადღეგრძელო. ხა ისე წავიდა რომ აი ვის რა გინდა თქვათ. აჰა. მე მიყვარს ჯანმრთელობის სადღეგრძელო. მე ვნები კაც ახლა თუ თავით კივა, ცუდად ხარ. აღარც კეიფი აღარ გინდა, არ გიხარია ცხოვრება, ხო? ჯანმრთელობას გავმარჯვს. ყველა დამეთახმა კი ბატონო. მასპინძელი იყო ისეთ საინტერესო ტიპაჟი, თან იუმორი და თან ჭკვიანი. რას მეუბნება ამას? კიო, ამაში გეთახმებითო ჯანმრთელობა მნიშვნელოვანი არ უდაო, მაგრამ ეხლა ერთი კითხვა მაქვს თქვენთან. აი ეს გოჭიო, შემწვარი რო აქო
და ჩვენ რო ხა გემრიად ვახრამონებ. თქვენი აზრით ჯამთელი არ იყო? რასო მოთხარე ჯამთელი რო არ იყო საკრო. ო, ჯამთელი იყო, მაგრამ იღბალი არ ქონდაო. და მოდი იღბალს გაუმარჯოს რა. იღბალი თუ გაქო, ფულიც გაქო, ჯამთელიც ხარო და წარმატებული კაცი ხარო და იღბალი არ ქონდაო და იმის მერე ეს ჩემი აუცილებელი სადღეგრძელოა. იღბალი როცა აქ ადამიანს აი მაშინ არის ბედნიერი და იღბალს გაუმარჯოს. აი უყურე თან ჩადო იუმორი, თან ჩადო სინება. ხომ არჩევნების ციებ-ცხელების თვი არის? ხო. კი. და რამდენიმე ადამიანი რომელიც აპირებს პოლიტიკაში მოსვლას ბატონო მიხეილ და ჩვენ რომ გითხრათ აი მაგალითად რიგითობით მხოლოდ დაბადების რიცხვის და ზოდიაქოს ნიშა რო გითხრათ რამდენად რა პროგნოზი ექნება ამ ადამიანს და არჩევნებზე აი ახლა ამ არჩევნებს ამოთ არ გეტყვით ვინ არის ეკრანზე გავა, თქვენ უკან არ მიიღებთ. ანუ მე ვერ ხედავ და უბრალოდ უნდა თქვა. რო თქვა ზეპირად აი გეტყვით აი ნიკოლოზი დაიწყებს და მაგალითად ვიტყვით თვე, რიცხვი და რა შანსები აქვს რანაირად წავა არჩევნებში. ო, კი ბატონო. საგადო პროგნოზი რა. აი მაინტერესებს თან ჩვენ იმიტომ ჩაგეკითხეთ იქ ფერფურცე თქვენს მოყევით რომ საინტერესო იქნება რამდენად გაამართლებს ეს ყველა. აბა ვნახოთ. თუ გაამართლა მე შემდეგ არჩევნებში წილში ვარ. მოდი დავიწყოთ. კარგი, არ გაგიჭირდებათ ალბათ. არა. და მოდი დაიწყე ნიკოლო შენ. კი ბატონო. ავიღოთ თებერვალი თვე. რომელი თებერვალი? 23 თებერვალი. კი ბატონო, თევზები. ხო? მეუნება რა ისე ბატონო გიაო. ნუ მოდი ახლა ესე ვთქვათ, თევზებისთვის პერიოდი უკეთესი იქნებოდა ნოემბერი, მაგრამ რადგან 26 ოქტომბერს არის არჩევნები, თევზების შანსები არის უდავოდ, მაგრამ ცოტა შესუსტებული. მე მაგალითად 5 სისტემით თევზებს აქ დაუწერდი 4-იანს. შორს ვერ ვიტყვი რომ წინვალე პერიოდია, მაგრამ გარკვეული დადებითი შანსები ამ ნიშანს აქვს. 5-იან ბარიერს თუ ვიგულისხმებთ ვერ გადალახავს 4-ს თუ უწერთ ესე იგი. არა 4-ს უწერ წარმატების 5. კულობ სპაისენია ხო შეფასების ჩემი აზრით მე პოლიტიკაში არ მივიყვანდი და თუ მივიყვანდი ისეთ საქმეზე როგორც არის მაგალითად საგარეო საქმეთა სამინისტრო. სადაც მათ შეუძლიათ მოლაპარაკების წარმოება, იმიტომ რომ დიპლომატიის და ინტუიციის უნარი ამის საშუალებას აძლევს, მაგრამ ხელმძღვანელ პირად უმაღლეს ეშელონებში თევზებს არ დავნიშნავდი. კარგი, დიდი მადლობა. შემდეგზე, ანუ მე და პატაც გვაქვს კიდე შანსი. კი, 17 ნოემბერი. მოვიდა წერილი, თხოვნით რომ ჩვენ შეგვიმეწვებინა ეს საწარმო. 17 ნოემბერიას უკვე ყავს მორიელი. მორიელი, კი ბატონო. დავით აღმაშენებელი მორიელს იყენებდა ქართულ ჯარში მხედარ მთავრად. ეს ნიშანი არის უშიშარი, მეომარი, მებრძოლი, ღრმა ინტუიციური და სხვა შორის სერიოზული ორგანიზატორული ნიჭის პატრონი. უკან არასოდეს არ ეხევს, პრინციპულად კბილებით იცავს ყველგან საკუთარ. კბილები უკვე საინტერესო, კბილებით რო იცავს უკვე საინტერესო. ხო, ეს მომენტი აქვს. ამიტომ მორიელს ვერ შეაშინებ. მოდი ასე ვთქვათ. ეს ცდილობს რომ ძალიან მიზანსტრაფულად ბოლომდე მივიდეს როგორც ლიდერი ხელმძღვანელი საკმაოდ კარგია ორგანიზატორული ნიჭია კარგი და გააძრობს ტყავს ყველა ქვეშევდომს სანაც საქმე კარგად არ გაკეთდება ეს თვისება აქვს მაგრამ ხიფათები გვაქვს რა ხიფათები ამბობენ ასე ასტროლოგიაში როცა გაქვთ საქმე მორიელთან ხშირად უნდა მიირთვათ რძე რათა რძის მეშვეობით გაანეიტრალოთ მისი შხამი, რომელიც მას აქვს. ამიტომ ცოტა შხამიანი ნიშანია და სიფრთხილე საჭიროა მასთან, იმიტომ რომ იცის წყენა, ძალიან ეჭვიანია, სამაგიეროს გადახდაზეც ხშირად ყაბულს არის. მაგიდან გამომდინარე, ცოტა რთული ხასიათის პატრონია. ეს გასათვალისწინებელია. შენიერი. გადასარევია, ძალიან კარგი. და სხვათა შორის ძალიან ხო მე თვითონ ახავს ბატონ მიხეილი ჩვენი მას გადაცემას და მიხვდება რომ 29 სექტემბერი Moriam in the Georgian box 29 სექტემბერი ეს უკვე საინტერესო ნიშანია სასტორი მე მაგალითად სასტორს დავაყენებდი დიპლომატიურ სამსახურში სადაც საჭიროა მოლაპარაკება მშვიდობიანი გზით
დიპლომატიის გამოყენებით და კომპრომისების მიღწევით. დიდო სტატია. სასტორს იქ ვერ აჯობებს. მე მას მაგალითად არ დავნიშნავდი პრეზიდენტად ან ძალიან მაღალ თანამდებობის პირად, მაგრამ დავნიშნავდი საგარეო საქმეთა მინისტრად, ან ისეთ ადგილზე, სადაც ქვეყანას ჭირდება რთულ საკითხებში მოლაპარაკების წარმოება და მშვიდობიანი გზით პრობლემების მოგვარება, იგივე ეთნოკონფლიქტების თუნდაც, ხო? აი ამ კუთხით სასწორი არის ძალიან კარგი. ანუ თქვენ ამბობთ ესე იგი და შემიძლია თქვა რომ კარგად იჭერს ყველაფერს. კი ბატონო, 28 მარტი. ყველაფერს იმას ვაკეთებ, რაც თქვენს 28 მარტიას უკვე ვერძია ჩემო კარგებო. დავით აღმოსავლეთის შენებელი სხვაჩვენს ვერძებს იყენებდა ქართულ ჯარში. თუ მორიელი იყო მხედართმთავარი, ვერძი იყო პირველი ეშელონი ჯარისა. ანუ პირველი შერენგა. რატო? შეგედაცვა. რატო? იმიტომ რომ მოდი ასე ვთქვათ, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე უშიშარი, მეომარი, მებრძოლი ნიშანი, რომელიც მიდის ხოლო წინ. ანუ ვერც, აი ცოტა შოფრების ენა რო ვთქვათ, აი ეს უკანა ზადნი არა აქვს. მოდი ასე ვთქვათ. ზადნი არა აქვს. ცოტა ესეთი ჟარგონი რო გამოიყენოთ, რატო? იმიტომ რომ ან მედის წინ ან მოკვდება ბრძოლის ველზე. უკან გამორიცხულია. გამოქცეული ვერძი არავის არ უნახავს. ვერძს დავნიშნავდი მაგალითად იმაში, თავდაცვის მინისტრად. კი ბატონო. დავნიშნავდი თუნდაც იმაში, რა ქვია, ძალოვან სტრუქტურებში კი, მაგრამ სულ სწრაფია. აი როგორც ლიდერი ხელმძღვანელი ქვეყნისა, არა, ნაჩქარევი გადაწყვეტილებები აქვს, იმპულსურია. და ესეთი ლიდერი არ შეიძლება იყოს იმპულსური. ამაშია საქმე. შვენიერი, კარგი. მოდი აბა ვნახოთ ახლა მაინც შევეხოთ მერწყულზე კი ვისაუბრეთ, მაგრამ 10 თებერვალი. აბა რით გამახარებ რა გაწუხებს მითხარ. არაფერი არ მაწუხებს. მერწყული ეს უკვე განსაკუთრებული ნიშანია. პირველი რაც უნდა გაითვალისწინოთ, ხა მერწყული ყავდა ჩვენ ედუარდ შევარდნაძე. ამიტომ ვიცნობთ მერწყული რა არის. ძალიან კარგი დიპლომატი. მოდი ედუარდ შევარდნაძე მერწყული. კი. ესე იგი, ძალიან თავისუფლების მოყვარე. არ უყვარს უცად ძალიან ზღუდავენ მას და მოდი ეს ვთქვა, სპონტანური იმპროვიზაციის მატარებელი. მერწყულს აქვს ძალიან კარგი იდეები, მაგრამ მე ხა გეტყვით კიდე ერთ მერწყულს, რომელიც საქართველოს ისტორიაში ოქროს ასოებით არის ამოქარგული ქართულ პოლიტიკაში მათ შორის. დავით აღმაშენებელი. კი ბატონო. აჰა. ამიტომ მერწყულს აქვს პოტენციალი ძალიან კარგი, ხელმძღვანელი შეიძლება იყოს ძალიან კარგი. გაუძღვეს კიდეც საქმეს, ძალიან მეგობრულია და მეგობრული ურთიერთობა მისთვის ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია. მაგრამ რა აქვს მინუსი? ჯიუტია. არავის მოსმენა არ სურს, რის შედეგად შეიძლება შესწავლოთ მართალია ზოგჯერ გაუმართლებს იმ მხრივ, რომ ინტუიცია აქვს და ინტუიციაზე დაყრდნობით შეიძლება მაინც არჩევანი სწორი გააკეთოს, მაგრამ ზოგჯერ ვერ არტყავს ეს ინტუიცია და შეიძლება სიჯიუტეს ნიადაგზე შეცდომა დაუშვოს. აი ეს მომენტი სახედავთ, აი თანამდებობის მხრივ თუ დაუშვათ გაუმართლა, აი მაინც რა პოზიცია უნდა ვანდოთ? მერწყულს? აუცილებლად დიპლომატიური სამსახური ერთი, მეორე მაგალითად განათლების სამინისტრო, განათლების მინისტრი, კულტურის მინისტრი ძალიან კარგი იქნება, იმიტომ რომ წინხედვის უნარი აქვს, რეფორმატორია სულისკვეთები და კარგი რეფორმების შემომტანი იქნება, ძალიან ორიგინალური იდეები აქვს ტრადიციულად. გასაგებია, დიდი მადლობა და დღეისთვის ბოლო 18 ივნისი ტყუპები. ტყუპები აგერ გეყავს ჩვენ წარმომადგენელი პაატა ამ ნიშნისა. ძალიან საინტერესო ნიშანია, რატო? იმიტომ რომ უმაღლესი ლოგიკური აზროვნება, გონება, მახვილობა, სწრაფად მოძრავი ტვინი, არ ჭირდება ამას დიდხანს ახსნა განმარტა. 18 ივნისზე საუბრობ, ტყუპები ეს. კი, 18 ივნისი ტყუპებია. 23-მდე სულ ტყუპებია ივნისის. პლუს ამას გაითვალისწინეთ, კომუნიკაბილურია, კარგი ორატორული მონაცემები აქვს ტყუპებს ტრადიციულად და კარგი დიპლომატიის უნარი აქვს. სხვათა შორის არ იხევს წყენას, სამაგიეროზეც არ ფიქრობს, რა ძალიან დიდი პლუსია ტყუპებისთვის, მაგრამ მე მაინც ხელმძღვანელ მაღალ დონეზე არ დავნიშნავდი ტყუპს. ტყუპს დავნიშნავდი სად? მაგალითად, მასმედია. აი რადიო, ტელევიზია, საკომუნიკაციო სფეროების ხელმძღვანელი, სარეკლამო სფეროს ხელმძღვანელი იქნებოდა გადასარევი. მაგრამ
რატო არ დავნიშნავდი მაღალ ეშელონებში? იმიტომ რომ სკამს ვერ მიწვდება ალბათ. არა, ჯერ ერთი გაორებულია, ორი ადამიანია მაშინ და ხან ერთი უნდა, ხან მეორე და ეხლა შეიძლება დილით ერთი კანონი მიაღებინო და საღამოს საწინააღმდეგო, ხო? არ გამოვა. რა სულ სწრაფია. თანეჩქარება ყველა რის გამო შეიძლება სერიოზული ქვეყნისთვის შეცდომები. ერთი ჩაგეკითხოთ ამ 18 ივნისის ჯგუფთან დაკავშირებით. ივნისი თქვი, ხო? ივნისი. ხო, ჯგუფებია. ოჯახური მდგომარეობის ამბავი, ცოლი, ქალი, რაღაცა როგორ არის ეს ამბები? ვიცი რა, ჯგუფები და სიყვარული ცოტა შორს არიან ერთმანეთსაგან. რატო? იმიტომ რომ არის ფლირტის დიდი მოყვარული, დავიწყოთ აქედან. ხშირად უნდა სიყვარული გაიგოს გონებრივ ანალიზურ დონეზე და ვერ ხვდება რომ სიყვარული რო გაიგოს გულამდე უნდა დაიყვანოს და გულამდე დაყვანა უჭირს მას. ანუ დილით სხვა ხალი უნდა საღამოს სხვა. დაახლოებით ეგ არის. აგავაკი. დავრჩი ქორწილის გარეშე ამ წელს მაინც რომელი თვია ამის 18 ივნისის ჯგუფების რომ შეიძლება რომ რაღაცნაირად ქორწილისკენ წავიდეთ, აი რომელ თვეს შეიძლება იქორწინო. ჯერ ერთი ივნისია გადასარევი, თვითონ ივნისი. ერთი. მე ოქტომბერია ძალიან კარგი, ოღონდ 20-25 ოქტომბრამდე იქით არ გადააცილე. აჰა, შიო გასწრაფდი. კარგი, ბოლოში გამოგიტყდებით, ეს იყო გოგი მიქელაძე, აჰა. და ბოლოს გაგანდობთ ესე. აჰა, ძალიან სასიამოვნო. რა ვიცი, ჩვენ გადაცემაზე რა სიტყვით? გაგრძელდება, იქნება დიდხანს. როგორ არ იქნება? ორი ესეთი შვენიერი, გონება მახვილი, იუმორით ახსოვსი ადამიანი აქვს, წამყვანი. რომელიც ახალისებს საზოგადოებას, ძალიან კარგ ენერგიას დებთ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოებისთვის და შემოგაქვთ სითბო, შემოგაქვთ სიყვარული, უნდა გაგრძელდეს, გაგრძელდება კიდეც და მე წარმატებებს გისურვებ. დიდი მადლობა ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი გახდათ არაჩვეულებრივი ადამიანი, ნამდვილად, მოდი ჩემო ნიკოლო ზაკ და ისე დავემშვიდობოთ ეხლა ჩვენ სტუმარს, ყოველ შემთხვევაში რაღაც იმედები მოგცა გოგიზე რომ შეიძლება ქორწილში ხო დავპატიჟებს გოგი. რა სლაპარაკობთ? კი ბატონო, მე შეყარებული სურათს გაჩვენებ და რა ვიცი, მე იქაც არა. როგორ უნდა დავლიოთ? დანარჩენი ჩავატყოთ ზევით. კი ბატონო. ესე იგი, მიხეილ ცაგარელი, დიდი მადლობა თქვენ. მადლობა თქვენ.